მზისგან დამცავის მოშორება რეალურად აქამდეც მარტივი იყო და ეხლაც მარტივია, უბრალოდ რატომღაც ეს თემა რაღაც გართულდა და ყველა ფიქრობს, რომ რაღაც რთულია დამცავის მოშორება და წარმოუდგენელია ზეთოვანი დასაბანის გარეშე. ანუ ეს თემა ჰაერში არის და ბევრი იძახის ამას. თუ ჩვენ დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიახლეთ მზისგან დამცავი და არ გვისვია კანზე დეკორატიული კოსმეტიკა, სასურველია რომ ბევრჯერ განახლებული მზისგან დამცავი კანიდან შემდეგ მოვიშოროთ ჯერ ზეთოვანი საშუალებით, ან მიცერალური წყალით და შემდეგ უკვე დასაბანი გელით ან ქაფით. თუ ბევრჯერ გვაქვს განახლებული. თუ, ანუ ვარიანტებს განვიხილავ. თუ მაგალითად 1-2 გვაქვს განახლებული, შეგიძლია რომ შენი ყოველდღიური დასაბანი საშუალება იქნება ეს გელი თუ ქაფი გამოიყენო მხოლოდ და ერთხელ ჩამოიბანო მოგაშორებს. ანუ კანზე არ დარჩება. თუ მზისგან დამცავთან ერთად დეკორატიული კოსმეტიკა, ანუ მაკიაჟი გისვია, სასურველია რომ დაშალო ზეთოვანი დასაბანით, რომელიც კარგად დაშლის, ასე ვთქვათ, ამ პროდუქტებს კანიდან და შემდეგ ჩამოიბანო უკვე ან დასაბანი გელით ან ქაფით. ან თუნდაც ჯერ მიცელარული წყალი გამოიყენო და შემდეგ გელი და ქაფით მოიშორო. ანუ ორმაგი წმენდა გამოიყენო. ეს არის და ეს უბრალოდ გააჩნია რა ცხოვრების წესი გაქვს, რას იყენებ კანზე, თუ ბევრი პროდუქტი გისვია, სასურველია ორმაგი წმენდით მოიშორო, თუ მხოლოდ მზისგან დამცავი, ანუ ჩვეულებრივი დასაბანი გელი ან ქაფი, რომელიც ჩვეულებრივად სურფაქტანტებს შეიცავს, რაც შლის მზისგან დამცავს, მოგაშორებს თავისუფლად. სურფაქტანტი ეს ჩვეულებრივ მყარსაპონებშიც და იმეებში რომ გამოიყენება, ხო? ხელის საპონებშიც იგივე არის სახის დასაბან გელებში, რაც შლის, ასე ვთქვათ, ზემოდან იმ პროდუქტებს, რაც გვისვია.